მოგესალმებით, ვაგრძელებთ ვიდეო განხილვებს მაღაზია ქარავანში და ამ შემთხვევაში ეს ვიდეო შეეხება გერმანული კომპანია Hennelis წარმოების შაშხანებს, სამოქალაქო ხაზით წარმოებულ შაშხანებს, რომლებიც არის 5.56 კალიბრზე და 308 კალიბრზე კომპანია Hennelis წარმოების შაშხანების სამოქალაქო მოდიფიკაციები, სამხედრო დანიშნულების შაშხანების სამოქალაქო კონფიგურაციები. თვითონ ორი სიტყვით რომ მიმოვიხილოთ თვითონ ეს კომპანია Hennelis ისტორია 1840 წლიდან იწყება და განსაკუთრებით კომპანია მოძლიერდა და წარმოებამ დიდი მასშტაბი მიიღო მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში გერმანიაში და თვითონ ომის წლებშიც. რაც ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი არის 1921 წელს კომპანიას შეუერთდა ლეგენდარული მეიარაღე ჰუგო შმაისერი და მის ლეგენდარულ შაშხანაზე შტურმგევერ 44-ზე სწორედ კომპანია Hennelis საკონსტრუქტორო და საწარმოო სიმძლავრეები მუშაობდა იმ პერიოდში. თვითონ კომპანიაში დაპროექტდა და დამზადდა ისეთი ლეგენდარული იარაღები, როგორიც არის მაგალითად MP18 ტიპის პირველი სერიულად წარმოებული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი და შემდეგში MP38, MP40 და ასე შემდეგ. მეორე მსოფლიო ომის ბოლო ეტაპზე თვითონ Hennelis ქარხანა, რომელიც ქალაქ ზულში მდებარეობდა და ეხლა ზულში მდებარეობს, საბჭოთა კავშირის ჯარებმა დაიკავეს. ქარხნის საკონსტრუქტორო სიმძლავრეები, საწარმოო სიმძლავრეები გადავიდა საბჭოთა კავშირის დაქვემდებარებაში და იცით რომ ჰუგო შმაისერიც საბჭოთა კავშირში გადაიყვანა საბჭოთა დაზვერვამ და შემდგომშიც აგრძელებდა მუშაობას შემდგომ წლებშიც. 1999 წლის შემდეგ ქარხანა ნაწილობრივ იბრუნებს პროფილს და ეტაპობრივად იწყება უკვე გერმანიის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალებისთვის, ბუნდესვერისთვის სხვადასხვა საიარაღო სისტემების შემუშავება და წარმოებაში ჩაშვება. საკუთრივ თანამედროვე იარაღზე რო ვისაუბროთ, ამ კუთხით კომპანია რებრენდინგს განიცდის 2008 წელს და იწყებს მუშაობას ისეთ იარაღებზე, რომლებიც შემდგომ წლებში უკვე იგივე ჰეკლერ-კოხის წარმოების პროდუქციის კონკურენტებადაც კი იქცნენ. ესეთი არის სწორედ აი ეს MK556 ტიპის ავტომატური შაშხანა, რომელიც 2020 წელს ბუნდესვერის მიერ გამოცხადებულ ტენდერში იმარჯვებს, როგორც G36 ტიპის საერთო შაშხანის შემცვლელი და პირდაპირ კონკურენტად გვევლინება ჰეკლერ-კოხ 416-ისა და კიდევ უფრო თანამედროვე ჰეკლერ-კოხ 433-ის. ძალიან ისეთი კიდე რო ვარ გავაგრძელოთ და დეტალებში არ წავიდეთ, შეგვიძლია უკვე ამ ნიმუშებზე გადავიდეთ და შედარებით უფრო დეტალურად მივიხილოთ მათი მახასიათებლები, თვითონ კონფიგურაციები და ასე შემდეგ და გადავალ ავთოსთან და რა შეგიძლია რომ გითხრა თვითონ კომპანია Hennelis-ზე მოკლედ და მის პროდუქციაზე. მოგესალმებით. ესე იგი, როგორც გიგამაღნიშნა, კომპანია Hennelis-მა დაახლოებით 2000 წლის შემდგომ უკვე აქტიურად დაიწყო ცეცხლსასროლ ტაქტიკური ტიპის იარაღებზე მუშაობა. მერკელი და Hennelis დღესდღეობით წარმოადგენენ ერთ კომპანიას, უბრალოდ ორ განსხვავებულ ბრენდს. მერკელი არის სანადირო ტიპის კლასიკური ტიპის შაშხანების წარმოებელი, Hennelis კი ტაქტიკური. ტაქტიკურში იგულისხმება არა მხოლოდ სამხედრო ეს ხაზგასასმელია, არამედ სპორტულიც და უშუალო ტაქტიკური იარაღები, რომელიც არ გულისხმობს მხოლოდ სამხედრო ტიპის იარაღებს. თუმცა მთელი მათი მარკეტინგული გათვლა და იდეა CR223-ის წარმოებისა იყო ის, რომ CR223 ყველა კრიტერიუმით გარდა იმისა, რომ ნახევრად ავტომატური მხოლოდ ნახევარ ავტომატური ტიპის სასხლეტი მექანიზმი ჰქონდა და არა MK556 ავტომატური, ყველა სხვა სტანდარტით mil-spec სტანდარტებს აკმაყოფილებდა და იგივე იყო რაც MK556. უშუალოდ რაც ამ შაშხანას შეეხება ბუნდესვერში პირველად მისი გამოჩენა
ძალიან ისეთი ხმაურიანი გამოდიდა, იმიტომ რომ ტენდერი მოიგო ეკლეკო 416-ის წინააღმდეგ და რამოდენიმე სხვა შეშხანა იყო, ეს უბრალოდ გავრცელდა ეს ღია ინფორმაცია. შემდგომ ამისა, რა ტექნიკურ თუ სწორად მახსოვს გუშთან დაკავშირებით იყო დავა ეკლეკოს და მათ შორის და ეს დამთავრდა იმით, რომ რეალურად ჰენელს უფრო მეტი რეკლამა გაუკეთდა ამით და უფრო პოპულარული გახდა, როგორც ძალაუნწყებებში მე შემდგომ უკვე ამ ინფორმაციის გამჟღავნების შემდგომ სამოქალაქო სექტორში და მოხდა ამის შედეგად მივედით ბოლოს რაც გარკვეული აბიჯების შემდგომ იქამდე რომ უკრაინაში განხორციელდა მათი ექსპორტი, აღარ მახსოვს ზუსტად რამდენი იყო ციფრები თუ გაქვს ეს ინფორმაცია. დიდად არ არის ცნობილი. ჩანს სხვადასხვა ქვედანაყოფების შეიარაღებაში რამდენიმე ათასი უნდა იყოს. სავარაუდოდ ეს უნდა იყოს 10-დან 15,000-მდე სავარაუდოდ. გადავიდეთ უკვე ტექნიკურ მახასიათებლებზე, ესე იგი რაც შეეხება პირველ რიგში დავიწყებ იმით, რითი გახდა უპირატესი და რატომ მიენიჭეს ამ კონკრეტულ შეშხანას სხვა შეშხანასთან შედარებით ბუნდესვერში უპირატესობა. ეს არის საიმედო პრიმიტიული ჯგუშის სისტემა და არა პირდაპირ შეფრქვადი მილი. ჯგუშის სისტემა ბევრნაირ არსებობს. ამ შემთხვევაში ეს არის არარეგულირებადი მარტივი სისტემა, რომელიც მართლა მსგავსი აქვს ეკლეკოხსაც. ჯგუშთან ერთად იარაღის უპირატესობა არის, რითიც ასე ვთქვათ, განსხვავდება სხვა შეშხანებისგან. ხელსაკიდი, ანუ ჰენდგარდი ეგრეთ წოდებული, რომელიც არის სწრაფად ხსნადი. ხედავთ გვერდზე ბერკეტს, რომელიც დატრიალების შედეგად იხსნება ჰენდგარდი. მნიშვნელოვანი ასევე, რომ იმასთან ერთად, რომ სწრაფად ხსნადი არის ძალიან მყარი. პლუს რეგულირებადია, შეგიძლია თუ თქვათ, რაღაცა გარკვეული ზემოქმედების შედეგად მოიშვა ამ ბერკეტმა, აქეთ ამ მხრიდან რეგულირდება და ეს რეზონანსული ხევისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აერის სისტემებში. მოხსნათ ნახოთ ჰენდგარდი, შეგიძლია კონსტრუქცია. ბატონო, არის ჯგუში. ეს არის ჯგუში, პრიმიტიული მარტივი სისტემა. ამოვიღოთ. აქვე დავამატებ მცირედით, რომ ზოგადად რაც შეეხება თვითონ ჯგუშიან სისტემას, ხო, ერთგვარ ოქროს შუალედად ითვლება R15-ებში, ვინაიდან ყველამ ვიცით, რომ სტანდარტული M4, ხო, R15 M4 აირების პირდაპირ შეფრქვევის პრინციპზე მუშაობს მისი ავტომატიკა და აი ეს ჯგუშიანი კონფიგურაცია ითვლება ის საიმედოობასა და სიზუსტეს შორის ერთგვარ ოქროს შუალედად. თეორიულად ოდნავ ზუსტი არის ილაკიანი ვარიანტი აირების პირდაპირ შეფრქვევით, მაგრამ სამხედრო იარაღში, სამხედრო დანიშნულების შაშხანებში ხშირად საიმედოობის მაჩვენებელი უფრო გადაწყვეტს ხოლმე სიზუსტეში მცირედით, ასე ვთქვათ, უპირატესობას ზოგიერთი შაშხანების შემთხვევაში. ხო, ჯგუშს რაც შეეხება პრიმიტიული სისტემა და მარტივი ძალიან სწორია. ეს ჯგუში აქვს რასაც. მოკლედ უნდა აღინიშნოს, რომ ეს ღარები, რომელიც მას წინა თავზე განთავსებული, ავტომატური ჯერის მქონე ვერსიებს აქვს ხოლმე ძირითად შემთხვევაში, ახალ ავტომატოს თლიანი ღარი აქვს, რაც ერთ-ერთი ფაქტორია გამომხატველი იმის, რომ სრულად მილსპეკ სტანდარტებზეა აგებული შაშხანა და მხოლოდ ახალ ავტომატური სისტემა განასხვავებს ავტომატურისგან მის სამოქალაქო ფაქტორს სამხედროს. კი, სხვათა შორის მსგავსი ეს პრინციპი ესეთი მიდგომა კალაშნიკოვის სამხედრო და სამოქალაქო კონფიგურაციებზეც თვალნათლივ ჩანს ხოლმე, როდესაც საიგებს თლიანი აქვს. კი, თლიანი ჯგუში აქვს და ჭრილები არ აქვს. ესე იგი, რაც შეეხება ჯგუშს, ჩავსვათ ჯგუშს და გადავიდეთ შემდგომ უპირატესობებზე, რის გამოც ეს იარაღი იყო თქვა შერჩეული და რის გამოც მას მიენიჭა ბუნდესვერში უპირატესობა. ნაწილების კუთხით აერ 15 M4 სისტემას სრულად აქტივირებული, განსხვავებით სხვათა შორის ეკლეკოხისგან, რომელსაც ყველაფერი თავისი ჭირდება, ატრიბუტის ფურნიტურაც კი, ეგეთი მიდგომა აქვს ზოგადად ეკლეკოხს, რომ ცდილობს მაქსიმუმ თავისი წარმოების აქსესუარი. ნუ ეს ამას თავისი უპირატესობებით აქვს, თუმცა ალბათ უფრო მეტი აქვს ნეგატიური მხარეები. თუმცა ამოვარდნილი არის მე იმ R15-ის საერთო მსოფლიო ინდუსტრიიდან, რაც და ვერაფერი ვერ შეცვლებს, ვერ დაუყენებს. მხოლოდ თავისი უნდა დაუყენა, რომლის შოვნაც რა თქმა უნდა ბევრ ქვეყანაში ბევრისთვის რთულია, ან თუნდაც მრავალფეროვნების თვალსაზრისით, ან საჭიროების თვალსაზრისითაც ვიღაცას რაღაც რო ჭირდება, ამის ფიზიკურად არ არსებობს ის რაღაც გარკვეული დეტალი. ხო, R15 სისტემაში ზოგადად უნიფიკაცია. მაგის გარდა წონა, ეს არის 3 და 3, მოკლე 10 ნახევარი ინდიუმის მქონე ლულა, რომელიც უფრო დაბალი წონაა ვიდრე კონკურენტი ვერსიის. და ფასი.
ანუ ასიც აშკარად უფრო დაბალი, ანუ გამოდის რომ ჩვენ გვაქვს უფრო მსუბუქი შაშხანა, ზუსტად იგივე საიმედოობის პრინციპით, თუ უფრო მყარი ჰენდგარდით არა, რომელიც ასევე რეზონანსულ ხევაზე მოქმედებს. შედარებით იაფად და ნუ რა თქმა უნდა არჩევანს გააკეთებია და სამოქალაქო ბაზარზეც ბევრი ენელზე მაგიტომ ამ სამ ფაქტორების გამო აკეთებს არჩევანს. ეხლა უშუალოდ გადავიდეთ ლულაზე და სისტემურ კალიფებზე, ნუ upper და lower receivers-ზე რო ვისაუბროთ და ბოლტის წყობაზე, ანუ როგორ არის განთავსებული და bolt assembly რისგან შედგება. გიგა, მოკლედ ჯერ პირველ რიგში ლულას რომ შევეხო. გარედან დავიწყო და მე უკვე საკეთის მასში ჯგუფში ჩავიდეთ, ხო? ლულა როგორც ვიცი ნიტრიდირებული არის ლულიში და არხის გამყარებამ დამუშავება ზედაპირის. თავარაც ქრომოლიბდენი ვანადი შენადნობია, ქრომოლიბდენი ვანადიუმის შენადნობია, თვითონ ლულა შავი ლულა არის. პროფილი, სქელი პროფილი არის, აი დაახლოებით სოკომის ლულებს რო ეძახიან, დაახლოებით ეგეთი სისქის არის, სადაც შუალედური არის. Upper lower-საც შეეხება აშკარად ეთყობა რომ ავტომატურ ცეცხლზე გათვლილი მაღალ გადატვირთვებზე სამუშაოდ გათვლილი upper lower-ი არის სამხედრო შესრულების მე მგონი მეოთხე თაობა არის, ხო? მეოთხე თაობის არის, აქვს ორმხრივი ამბი არის უმეტი. ანუ მეტაცები, ანუ მემარცხენეებს გათვლილი, როგორც სასახლეთი მექანიზმის დამცველი ღილაკი, ისე ჭირის გამომღები ღილაკი და ისე საკეტის დამშვები ღილაკი. სამივე ორივე მხარეს არის. პლუს გაფართოებული აქვს ჭირის მიმღები, ანუ მაგველის ფუნქციას ასრულებს სწრაფად მორეაგირების თვალსაზრისით ის ერთგვარ უპირატესობას წარმოადგენს. Finger rest-ი, ანუ ხილთითი დასვენებელი აქეთ არ აქვს. ისე ღიად სწრაფად იხსნება საკმაოდ დროს ხელდათმანით ფინალებში დებოდათ ხოლმე. ხელდათმანით მარტივად ისო ხომ ჭირის სამოსაგდები ღილაკის და საკეტის დამშვებიც ამბი არის ორი ორმხრივი როგორც თქვით 65 გრადუსიანი მცველი აქვს თხელი პროფილის საკუთარი კონსტრუქციის 65 გრადუსიანი მცველი არის. ის თვალსაზრისით რომ სწრაფად და რაც პატარა დროც კი მნიშვნელოვანია, როცა რაღაცა და რაც განასხვავებს ასევე სტანდარტული იგივე აი Armalite-ის 15-ები რო ავიღოთ, რომელიც მცველზე დგება მხოლოდ გადაყენვის შემდეგ, ეს გადაყენვის გარეშე დგება safe-ზე და file-ზე, რომ თვითონ ორმხრივი არის, ანუ ამბი არის გადასატანის სახელურიც, მარჯვენა და მემარცხენე მსროლელისთვის და ზომაშიც გადიდებული არის სიგანი, იმიტომ რომ მარტივად მოკიდო, სწრაფად ხელი სიტყვაზე თუ სქელი ხელთათმანი გაცვიოთ, ცივი, ასე ვთქვათ, წელიწადის ცივი თვეების პერიოდში. დამთრის. ნუ სახელური საკუთარი კონსტრუქციის არის Enel-ის. საკმაოდ სტაბილურია უბრალოდ. დაახლოებით. ხო. დაბალ დახრილი საერთო-საჯარისო გამოყენებისთვის გამოდგება, მაგრამ ბევრად უკეთესი სასახლეთი competition trigger-ი აქვს ამათ. კი. ეხლა ამ სტანდარტული სასახლეთი უყენია, ანუ არ არის, ნუ იდეაში მოკლეულიდან გამომდინარე, ბევრი არ ითხოვს ამ კონკრეტულ შემთხვევაში კომპანიებს სპორტულ სასახლეთ მექანიზმს, რომელიც დაბალი ზეწოლის მქონეა, ან დაბალი ზეწოლა ჭირდება გასროლის საწარმოებლად და პლუს მოკლე ბიჯია, მოკლე ბიჯი ჭირდება ასევე გასროლის საწარმოებლად და კონდახსაც შეეხება, კონდახს სარეგულირებელი სალოყი აქვს, ხრასაც უყურებ და თვითონ კონდახის მაფიქსირებელია ეს ბერკეტიაც არის, ხო, ჩამკეტი შემალული არის კონდახის წინა ნაწილის იმაში, კონსტრუქციაში, ანუ გარეთ გამოწეული ასე ვთქვათ ბერკეტის სახით არ გვაქვს, ხო, როგორც სხვადასხვა იგივე მაკულის კონდახებზე როგორც არის ხშირ შემთხვევაში ან სტანდარტული US-ი ბოლტის ჯგუფის რო ვაჩვენოთ, ბოლტის ჯგუფის სრულიად დაუშვებელ სპეკი სტანდარტებზე არის. ხო, მჭიდებს რაც შეეხება, მჭიდები აბსოლუტურად ყველა მჭიდთან არის თავსებადი, როგორც სხვა პიმაგები, ასევე სტანდარტული სტანაგის საარნიო ალუმინის მჭიდები და ასე შემდეგ. ესე იგი, ნახოთ ბოლტის ჯგუფის შეგინდა, რომელიც არის სრულად მილსპეკ სტანდარტებზე აგებული და ბუშის მიხედვით არის მისი კონსტრუქცია აგებული. განსხვავდება სტანდარტული ცოტა განსხვავდება და უფრო საიმედოა სხვათა შორის, იმიტომ რომ იგივე დამატებული ზამბარა, დამატებული დამცველი, იგა გამართ ბოლტი, რომ ხო, შეგვიძლია დავშალოთ უკვე საკეტი. განსხვავებით სტანდარტული R15-ის BCG-სგან, ნუ ამას ზამბარიანი ნემსა აქვს და კონსტრუქცია განსხვავებულია. შესაძლოა დაშლის დროს ცოტა ფრთხილად მოვყოდრო, ზამბარამ ნემსა არ მოგვიგდოს. ვიწყებთ რა თქმა უნდა ჭირიბის მოხსნით და უკვე ვცნობთ თვითონ ზამბარა როგორ აწვება ნემსას. ამ სტანდარტულ გუშის გარეშე ვერსიას, ან თუნდაც ზოგ გუშიანზე არ აქვს ზამბარა. ეს აღსანიშნავია ზოგადად სისტემას არ აქვს. აჰა, ოქი არის ზამბარაც, ესეთი ზომის ზამბარა აქვს. ნემსის კონსტრუქციას
ნიშნულად განსხვავდება სტანდარტული ნემსასგან, 15-ზე რაც გვხვდება. ეს წოდებული კემფინი დიდი ზომის სპინის სტანდარტული კონფიგურაციის არის, შეიძლება რაღაცა მცირედით განსხვავდებოდეს, მაგრამ ნუ მაინც უყურებ მომგვალებული კუთხეები აქვს, ნაკლებად როგორ იყოს გაბარიტებში ერთ-ერთი იგივე არის, ავარაუდოთ. თვითონ საკეტი სტანდარტულ საკეტი ძალიან გავს. შვიდსახნაგიანი სტოუნერის ჩანკეტი, ეგრეთ წოდებული ლეგენდარული Eugene Stoneris. ერთადერთი რაც არ აქვს, ამას ეგრევე ეტყობა, ეს არის გაზრინგები არ აქვს. თუმცა გუშიანი სისტემა არის და არ ჭირდება დანარჩენი. შეგვიძლია ვნახოთ უკვე ექსტრაქტორიც გამოვიღოთ. უცნაური პინი და ექსტრაქტორიც სტანდარტული ექსტრაქტორი. და ეს არის აღსანიშნავი, ისეთ რეზინიანი შესამცირებლად აქვს უყენია რეზინი. კი, რეზინიანი შაიბა, რეზინის შაიბა ერთგვარი, რომელიც ნუ უმეტესად გვხვდება ხოლმე ახლა საკეტებში. ახლა შეგვიძლია ვნახოთ უკვე ფუფერიც. ნია, მე როგორც მახსოვს, სტანდარტული მილსად ბუფერი აქვს, სტანდარტული ზომის. ეს არის ბუფერი. რაც არის ძალიან დიდი პლუსი AES სისტემებში, იმიტომ რომ საკეტის დამაბრუნებელი ზამბარაა, რომელიც უკუცემასაც ამცირებს საგრძნობლად. და ზოგადად ძალიან წინა პლანზე აყენებს კონკურენტთა შეხებთან შედარებით ზოგადად AES სისტემას. არა მხოლოდ handles, არამედ ნებისმიერ AES. ეს ბუფერის ზომები შეიძლება შეიცვალოს. ასევე არსებობს საკეტის კონდახი, გვერდით, ასევე არსებობს მეკლეკოხმას შექმნეს ტიპის კონდახი, რომელსაც მოკლე ბუფერი უყენია და მოკლე ზამბარა და აი დაახლოებით აი ამ ზომის არის. ნუ მოკლე და აკეცვისას ტელესკოპური კონდახის მოკეცვისას შიგნით შედის ნაწილობრივ ისე. ავაწყოთ მოდი იარაღი და აქვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამის ტესტირებები ჩავატარეთ უკვე და მათ შორის გავტესტეთ, აი ჯგუფზეც გატესტეშენ და ასევე გვაინტერესებდა გუში როგორ იმუშავებდა სხვადასხვა წონის თავაკებით და სხვადასხვა წონის თავაკებზე შერეული მჭიდითაც, მათ შორის ჭიჭის შერეული სხვადასხვა წონის თავაკებით ვაზნებზე ჩვეულებრივად მუშაობს და ის როლისას თუ არ იცი რომ გუშიანი M4 გიკავია, გუშიანი R15 შეგავია, მაინც და მაინც დიდი ასე ვთქვათ სხვაობა არ არის, იმიტომ რომ ძალიან კარგად არის ბალანსი დაცული. ეს ალბათ იმის ბრალიც არის, რომ მოკლე არის, მოკლელულიანი იარაღია. გუშის ასე ვთქვათ კონსტრუქციის გამო ალბათ ერთ-ერთი მოკლელულიანი ბევრი გუშიანი იარაღი მინახავს. მოკლედ საკმაოდ დახვეწილია და ქვემოთ ჩამოდის მოძრაობით. თვითონ გუშის კონსტრუქცია საკმაოდ დახვეწილი არის და საკმაოდ კარგად არის ბალანსი დაჭერილი და სროლისას ეგრევე იგრძნობა იგივე 10 და 3-იანი ლიტროშია და რო სტანდარტულ R15-ს ხო? მასთან შედარებით. კი ბატონო, ეს ჯგუფებს რაც შეეხება 1 მოადან 2 მოამდე განსხვავდებოდა რა თქმა უნდა, ყველა ჯგუფი ჩვენ გავაკეთეთ 5 განსხვავებული ნაშრომი, არა 3, არამედ 5 ვაზნის შედეგად მიღებული 5 განსხვავებული ჯგუფი იყო. აქედან ყველაზე კარგი იყო 1, ყველაზე ცუდი 2 და 3, 2 და 2 ზუსტად ამახსოვს. რაც შეეხება ტესტირებას ზულშიც ვიყავით წარმოებლის მიერ მიწვეული, იყო როგორც მერკელთან ისე ჰენელთან შეხვედრები, ანუ გულისხმობ სხვადასხვა ინჟინერებთან და ადგილობრივ თანამშრომლებთან, რომლებმაც წარმოადგინეს სხვადასხვა ტიპის ტესტები, იყო ექსტრემალურ კონდიციაზე გათვლილი ტესტები, რომელიც სამხედრო მოდიფიკაციის შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პრიორიტეტი ენიჭება, იყო სამოქალაქო თვალსაზრისითაც პრიორიტეტული ტესტები, რომელიც არის რა თქმა უნდა სიზუსტე პირველ რიგში და ანუ ფაქტიურად ყველა ტესტი რაც ვნახეთ ყველა ტესტი აკმაყოფილებდა იმ მოთხოვნებს, რომელიც აქვს როგორც ძალოვანი უწყების სპეცდანიშნულების თუ არა სტანდარტულ საჯაρισო უწყებებს, ასევე სამოქალაქო თვალსაზრისით მონადირეებს და სპორტსმენებს, იმიტომ რომ დღესდღეობით ეს სეგმენტი ძალიან განვითარებულია, რაც მისასალმებელია და ზოგადად ერთგვარი ხერხემალია როგორც რეზერვის ქვეყნის სამოქალაქო სექტორის ზოგადად ლეგალური არ არის გავრცელება, განვითარება და პოპულარიზაცია ქვეყანაში და ყველა თვალსაზრისით აკმაყოფილებდა განსაკუთრებით ეს მოკლე მოდელი იმ კრიტერიუმებს, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ეგეთი მაღალი დონის შაშხანა. გიგა ზოგადად რო გადავიდეთ
და ვიდეოს ბოლოს შევეხოთ უშუალოდ შაშხანის ხმარებას დინამიური როლისთვის და პრაქტიკული როლისთვის და ასევე სტრესული ელემენტები რაშიც შენ საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს მაინტერესებს შენი აზრით სროლის დროს რა ემოციები ქონდა და რამდენად გამოგადგება ეს შაშხანა მაგ თვალსაზრისით გულისხმობ როგორ დინამიურ სროლას IPS სტანდარტი იქნება თუ სხვადასხვა სპორტული სტანდარტი ისე სტრესული და ექსტრემი რომელიც ძირთად არის ხოლმე საბრძოლო ვითარებებში რა სიტყოდი რამდენად გამოგადგება ეს შაშხანა როგორც ერთი ისე მეორე მიმართულებით ტაქტიკური კუთხით რო შევაფასოთ საიმედო იარაღი შთაბეჭდილება დატოვა მინიმალურად იყო სისტემა დაფინძურებული პრაქტიკულად არის ყოველ მის მიუხედავად რომ საკმაოდ ბევრი ვისროლეთ ანუ გუშიანი სისტემაა და სტრაპსოლით მე მგონი ერთადსოლით ერთ-ერთი ტესტიროს ვისროლეთ 300-მდე ანუ 10 მჭიდი და მე გავტესტე ჯგუფზე რამდენად შეიცვლებოდა და პრაქტიკულად არ შეცვლილა ლულა სქელი არის რაც წეღანაც ვილაპარაკეთ სქელი პროფილის ლულა არის და პრაქტიკულად შეუძლებელი არის ამ ლულის ისე გადახურება ნახევრად ავტომატურ რეჟიმში სროლისას რომ სიტყვაზე შეკუჩულობაზე რაღაცა დიდი გავლენა იქონიოს რა ნუ ამისი ასე ვთქვათ სხვაობას ალბათ უფრო მოგცემს ავტომატური იარაღი რაღაცა რამდენიმე ასე ვთქვათ მჭიდის მიყოლებით ავტომატურ რეჟიმში მიყოლებით სროლის შემთხვევაში რადგანაც ბევრად უფრო ხურდება ლულა და ბევრად უფრო დიდ გადაწყვეტებს განიცდის ვიდრე ნახევრად ავტომატურ რეჟიმში თვითონ ძალიან მნიშვნელოვანი არის იგივე მარჯვენა მარცხენა მხარეს გადატანის შემთხვევაში ორმხრივი რო არის უმეტესი ასე ვთქვათ ელემენტები ამბი არის ორმხრივი შესაბამისად ამ კუთხით ძალიან ერგონომიული არის იარაღი კონდახი კარგი კონდახი არის ბოლოში რეზინის დამარბილებელი საშუალო სირბილის რეზინი არის სახელურზე კი წეღანას თქვი რაღაც გადასარევი სახელური არ აქვს მაგრამ ნუ მაგის შეცვლა უპრობლემოდ შეიძლება ნორმალური სახელური არის თვითონ ტიპჟირიც რაღაცა ძალიან დიდი პროფილის არ არის და ხელი ძალიან სიტი კარგად ასე ემლოკით აქვს გვერდზე ხო და ნუ არაფერი დამატებითი სტოპერები და რაღაცა წინა ფრონტ გრიპი და ეს რაღაცები არ ჭირდება და ნუ საერთო ჯამში კარგი R15-ის პლატფორმა არის საიმედო კონფიგურაცია და გუშიანი კონფიგურაცია. ანუ ისიც თქმა შემიძლია. ნუ ბევრად უფრო დეტალური განხილვა ამისი და დეტალური შეფასება თუნდაც ხო ამ ყველაფრით თუნდაც ტაქტიკური მართულებით შეიძლება მას შემდეგ როდესაც წლობით იყენებ ამ იარაღს თუნდაც ერთი წელი საომარ პირობებში იყენებდა. ნუ პირველი ასე ვთქვათ ერთი შეხედვით ამისი თქმა შეიძლება. ჩემ შემთხვევაში აწყობილი გვაქვს Vortex-ის ტიპის წითელი წერტილით და ფანარი, რომელსაც აქვს ლაზერული მოწყობილობა და ასევე ინფრაწითელი, რომელიც ჩანს მხოლოდ ღამის ხედვის მოწყობილობაში და არა შეუიარაღებელი თვალით. ამ მოკლე ვერსიას ეს კომპლექტაცია დინამიური სროლისთვის და ახლო მანძილზე მუშაობისთვის საკმაოდ ისე შეესაბამება შესაბამება, მაგრამ ჩემი მოთხოვნის მიხედვით, ჩემ უშუალოდ სურვილებს თუ ავითვალისწინებ, მე მაინც LPV-ს მომხრება ყოველთვის 1.8-1.10-1.6, ნუ 1.6-იც უკვე აღარ. მე პირადად ამაზე სამომავლოდ ფიქრობ, რომ დავაყენო 1-დან 8-მდე 24-იანი გამავალ ტუბუსით ქონე ოპტიკა, რომელიც უკვე ჯგუფს ემუშავებს და ეს უნდა აღვნიშნოთ, რომ ზოგადად აერი იმდენად ზუსტი არ არის, განსხვავებით სხვა კონკურენტებისგან და მით უმეტეს ხარისხიანი მაღალი დონის აერი, რომ მიუხედავად მოკლე 10-ნახევრიანი დიუნის მქონე ლულისა, თავისუფლად შეიძლება შესაბამისი ოპტიკის, ამუნიციის და სხვადასხვა ატრიბუტიკის როგორც არის ზუსტი სროლისთვის გათვლილი სხვადასხვა ხელსაწყოები, მათი სწორად შერჩევის და შემდგომ ექსპლუატაციის მეშვეობით დაახლოებით 400 მეტრამდე, 450 მეტრამდე როგორც ჯგუფზე, ისე ადამიანის სიუეტზე მუშაობა. ასევე პატარა გონგზე მუშაობა, რაც მსგავსი ლულის სიგრძის მქონე სხვა შაშხანებით ძალიან რთულდება, ანუ ზოგ შემთხვევაში 450-500 მეტრამდე შეუძლებელი. ესე იგი, წარმოებელი სამფერში აწარმოებს ამ იარაღს, ხო? არმირებული დაფარვით, შავი ფერი თავისთავად, უდაბნოსფერი, კოიოტი და ესეთი ნახევრად მწვანე გრინი, ეს არის ოლივი დრაბის მსგავსი ფერი არის. რაც შეეხება ალმქრობს, ეს არის ტიპიური ალმქრობი არის ჰენელის კონსტრუქციის, მათივე შემუშავებული, ეს არის კომპენსატორიან ლულის მუხლუჭი. ტიპიური ალმქრობი არის. კი ბატონო. დიდი მადლობა ყველას.